ძველი საიდუმლო. ბატონო ომერ, ოფისის გზა გაგახსენდა? კეთილი იყო შენი მოსვლა იფეკ. მე ყოველთვის ოფისში ვარ, ომერ. მაგრამ შენი აქ დანახვა უკვე მაკვირვებს. მთელი დღე ესმასთან ერთად ხარ. განქორწინების საქმე ავიღეთ, მაგრამ ამჯერად რთული სიტუაციაა. მის მშობლებთან და ქმართან მოგვიწია გასაუბრება. ესე იგი ისევ წყვილების შერიგებას ცდილობთ. ამ შემთხვევაში ასე არ არის. გოგონა ქორწილის ღამეს ქმარმა სასიკვდილოდ სცემა. ჩვენ ვცდილობთ გოგონა მოძალად ექმნისგან დავიცვათ. სამწუხაროდ მისი მშობლები არ ეხმარებიან. თქვენ როგორ უნდა დაეხმაროთ? ადვოკატები ხართ, პოლიციელები ხომ არა? თქვენი საქმე განქორწინების საბუთების მომზადებაა. მე იმ გოგოზე გელაპარაკები, რომელსაც ოცნებები ერთ ღამეში დაუნგრიეს. მას ხომ არაფერი დაუშავებია. როგორ არ გესმის იფეკ? კარგი მართალი ხარ. უხეშად გამომივიდა. ახლავე მითხარი ჩემი ცოლისად გადამალე ადვოკატო. სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო. თქვენ სოლს ახლა ვერ დაელაპარაკებით. მის ნახვას მხოლოდ განქორწინების დღეს სასამართლოში შეძლებთ. დანაშაულს ჩადიხართ. ზეინები ჩემი ცოლია. უფლება არ გაქვთ მისი ადგილსამყოფელი დამემალოთ. კანონებს შენ ვერ მასწავლე. მაშინ რაზე ფიქრობდი, როცა უმოწყალოდ სცემე? შენი ცოლი არ იყო, როცა გამეტებით ურტყამდი. როცა საპატარძლო კაბაში გამოწყობილი სახლიდან გაიქცა, მაშინ სად იყავი? როგორც გითხარი, ზეინებს სასამართლოში ნახავ, თანაც უკანასკნელად. შენ? შენ აქ რა პირით მოხვედი? თან ურცხვად მოითხოვ, რომ ზეინები გაჩვენოთ. ილოცე, რომ ციხეში არ გამოგკეტოთ. წადი აქედან, თორემ პოლიციას გამოვიძახებ. ამას ასე არ დავტოვებ. პასუხს გაგებინებთ. ინანებთ, რომ გზაზე გადამეღობეთ. რა უსინდისოა, კიდევ ხმას რომ იღებს. ახლავე გაეთრია აქედან. ეს რა ჯანდაბაა? ჯერ არ იცით ვისთან გაქვს საქმე. დამაცადეთ. რადგან არ მეუბნებით სად არის, მე თვითონ ვიპოვი ჩემს სოლს. არამზადა, უსერცხულოდ მოითხოვს მითხარით ზეინები სად არისო? ოჩახ, კარგი პასუხი გაეცი. დამშვიდი, აქ მოსვლას ვეღარ გაბედავს. ბრავო. საბრალო შეშინებული გაიქცა. ჩვენი ოფისი არასდროს დაურბევიათ და ესეც მოხდა. მე აქ განქორწინების საბუთების ასაღებად მოვედი. ზეინებს ხელი უნდა მოვაწერინო, რათა სასამართლო პროცესი სწრაფად წარიმართოს. პროცესის დაჩქარება ნამდვილად საჭიროა. გამომართვე. გმადლობ, მე წავალ. მოიცადე, ზეინები ხელს რომ მოვაწერს დამირეკე, საბუთების დასაღებად მოვალ. პიკნიკზე წასულ ქალბატონს როგორც იქნა სახლის გზა გაახსენდა. მოგბრძანდით, რომ ცოდნა დამოდიოდით, წითელ ხალიჩას გაგიგებდით. გამარჯობა დედა, გამარჯობა ბრძალო. კარგად მოილხინეთ? საბრალო ნერიმანზე არავინ ფიქრობს. რა ჭამოს, რა დალიოს, ერთხელ მაინც შემოგეთავაზებინა წამოდიო. მაგრამ არა, ჩემი რძალი ხომ მხოლოდ აიშეზე და მის დაძმაზე ფიქრობს. პარკში რა გაქვს? ნარჩენები წამოიღე? მე ესმას და ჩეთინს მარტო ყოფნა გვინდოდა, ამიტომ არ შემოგთავაზე პიკნიკზე წამოსვლა. ერჯუმენს ვეტყვი და ერთ დღეს ყველა ერთად წავიდეთ. მიდი შვილო, პირდაპირ აბაზანაში შედი. ერჯუმენტმაც მაშინ ვერ დაგიჯეროს. რა უბედური ხარ ნერიმან, არც შვილი, არც რძალი შენზე არ ფიქრობენ. მხოლოდ საკუთარი შვილი ადარდებთ. ასეთი დაუნდობელია ცხოვრება. ჩემო შვილებო. არასდროს მიგატოვებთ. არავის დაუთმობ თქვენს თავს. სეჰერ, ესმა. ჩეთინ.
შვილო, დედა შენს დარდი შეუმსუბუქე? ჩემი რასიმის მკვლელზე შური იძიე? იმ გველქალს სიცოცხლე მოუსწრაფე? ვიცოდი, რომ იმედს არ გამიცრუებდი. იმედია ჩადენილს არ ნანობ. იმედია სინდისის ქენჯნა არ გიგრძნია, როცა ის ქალი მოკალი, თვალი გაუსწორე და სასხლეც თითი გამოჰკარი. იმედია ჩემი თხოვნა შეასრულე, შვილო. ამერიდან ჩვენ ცხოვრებაში ჩინარი აღარ გამოჩნდება. ამაში დარწმუნებული იყავი დედა. მისი სახის დანახვა აღარ მოგიწევს. ის ძაღლის შებრალებას ითხოვდა? ალბათ გევედრებოდა. არ მომკლაო, არა? თემა შევცვალოთ. ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. მართალი ხარ. დავხუროთ ეს თემა. ჩინარი უკვე მკვდარია. ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის. იმედია ამის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. მართლა. ხოლო დილით მივლინებაში მივდივარ. რამდენიმე დღე ქალაქში არ ვიქნები. კარგია. უცხო გარემოში გულს გადააყოლებ. მოგიხდება. ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? სად ვარ? ეს რა ადგილია? აქ რატომ მომიყვანე? გამიშვით. გამიშვით. არის აქ ვინმე? მიპასუხეთ. დედა რა ხდება? თურგუთმა დაიძინა რძალო? დაიძინა დედა. სად მიდიხარ? მივდივარ, რომ ჩემი უპასუხისმგებლო შვილის დაწყებული საქმე დავამთავრო. გასაგებია. აი აქ? და აქ მოაწერე ხელი. სულ ეს არის? იმედია მოვიშორები მკაცარა? განქორწინების პროცესს ვიწყებთ. ყველ სასამართლო გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე განაჩენს შენ სასარგებლოდ გამოიტანს. რაც შეიძლება მალე გაშორდები იმ კაცს. მართმა დაგლოცოთ. თქვენ რომ არა ასეთ რამეს სიზმარშიც ვერ გავბედავდი. ზეინებ, კარი გამიღე. ვიცი რომ მანდ ხარ. ზეინებ, ნუ მაიძულებ კარი შემოვამტრუიო. გააღე, ვიცი რომ შიგნით ხარ. კარ შემოვამტრევ ზეინებ. ნეტავ სად არის დედა ჩემი? ბიძიასთან ლაპარაკი როგორ ვერ დაასრულა? ჯერაც არ დაურეკავს, ხომ ვუთხარი დამირეკე მეთქი. დედა, ფისო უნდა დავბანო. ფისოს დაბანა არ შეიძლება. ისინი თვითონ ისუფთავებენ თავს. აბონენტი, რომელსაც უკავშირდებით, მიუწვდომელია. მერთო, ნუ თუ ისევ ბიძიას ელაპარაკება. დედა, ვის ურეკავ? დედა აიშეს შვილო. მიდი, კატას ეთამაშე. ხომ მოგენატრა? ალო?
დედა ჰადიე. დედა ჩემი სახლში არ მოსულა? არა, ჯერ არ მოსულა შვილო. მეც ვდარდობ. სად არის აქამდე? ალბათ მალე მოვა. ვერ ვუკავშირდები და ამიტომ დაგირეკე. არი ნერვიულო. როგორც კი მოვა დაგირეკა. ჩემი ხმა არავის ესმის? ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? ვინ ხართ? გამიშვით. სად არის? რა გინდათ ჩემგან? გამიშვით. ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? ვინ ხართ მეთქი? მიპასუხეთ. დედა ასია. მე გაგაფრთხილე ჩინარ. გითხარი ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გაეკარო მეთქი. გითხარი აქედან წადით, რომ ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ მეთქი. მაგრამ არ მომისმინე. ჩემი გაფრთხილება არაფრად ჩააგდე. ახლა რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე. ჩემი მოკლა გინდა დედა? ჩემი. ქალი, რომელსაც ერთ დროს რძალს ეძახდი. საკუთარ ქალიშვილად მიიჩნევდი. შენი შვილიშვილების დედად იცნობდი. გინდა რომ მოკლა? მოკკლავ. როგორც შენ არ შეიბრალე, ჩემი რასიმი ისე უმოწყალოდ წაგართმევ. სიცოცხლეს. ღმერთის გარდა არავის მეშინია. რასიმი მე არ მომიკლავს დედა. ღმერთია მოწმე. მან იცის რომ უდანაშაულო ვარ. ტყუი. შენი საძაგელი ენით უფალს ნუ ახსენებ. კარგი დედა? მომკალი. მიდი. ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. ოღონდ დაგაგვიანდა დედა. 20 წელი დაგაგვიანდა. გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ 20 წლის წინ მოვკვდი. იმ დღეს მოვკვდი, როცა მითხრეს რომ ჩემი ქმრის მკვლელი ვარ და შვილები წამართვეს. ნეტავ იმ დღეს შენ მომკვდარიყავი. ნეტავ ჩემი რასიმის მაგივრად შენ დამემარხე იმ შავ მიწაში. ნეტავ. დამიჯერე რასიმისთვის სიცოცხლეს გავწირავდი. გაჩუმდი. კარგად დავინახე როგორ ეცი პატივი ჩემს შვილს. შენი სიყვარული და პატივისცემა დავინახე. ქალმა, რომელსაც ცოლი უწოდა. საკუთარი შვილების დედა დაირჩია, სიცოცხლე მოუსპო. ქალმა, რომელსაც საკუთარ ქალიშვილად ვთვლიდი. შვილი უმოწყალოდ მომიკლა. მე უდანაშაულო ვარ დედა. გჯერა თუ არა, უდანაშაულო ვარ. ადრე თუ გვიან ამას დაგიმტკიცებთ. გაჩუმდი მეთქი.
თავი დახარე, რადგან ჩემი შვილი არ შეიბრალე. არც მე შეგიბრალებ. თავი დახარე მეთქი. არაფერი ჩამიდენია ისეთი, რომ თავი დავხარო. ამიტომ თვალი გამისწორე და ისე მომკალი. რაც არ უნდა გააკეთო. თავს არ დავხრი დედა. დედას ნუ მეძახი. ამიერიდან შენი მკვლელის სახელი დამერქმევა. რაც ჩაიდინე საკმარისი არ იყო? ჩემი შვილის მოკლას არ დასჯერდი. ახლა გინდა რომ ჩემს შვილიშვილებს გონება მოუწამლო? გეგონა ყალბიცრემლებით მათ გულებს მოიგებდი? შენ მკვლელი ხარ ჩინარ. მე დედა ასიე ვარ. ჩემს შვილიშვილებს ხომ არ გავწირავ? კარგი დედა. შეგიძლია მესროლო. თუ არ მესრი, შვილებზე უარს არ ვიტყვი. მესროლე დედა. მომკალი. რადგან სანამ პირში სული მიდგას. ჩემს შვილებს ვერ დამაშორებ. თუ გინდა რომ თავიდან მომიშორო, თუ გინდა რომ გავჩუმდე მომკალი. თორემ წინ ვერ გადამეღობები. მიდი. მესროლე. გაჩუმდი მეთქი, გაჩუმდი. არ გავჩუმდები. არ დავნებდები. გესმის დედა? ჩემს შვილებზე უარს არასდროს ვიტყვი. დანებდები ჩინარ. დანებდები. მე გაგაჩუმებ. ჩემს შვილიშვილებს ვეღარასდროს ნახავ. აკრეს აკეთებ. ჩუმად ვის უნდა ელაპარაკო? რა მოხდა დედა? არავის არ უნდა ველაპარაკო. თუ ასეა სუფრა გაშალე. მშიერი ვარ. კარგი მოვდივარ. იარაღის დამიზნება და სროლა მარტივია. მერე რა სიზამ? რას გააკეთებ დედა? სინდისი არ შეგაწუხებს? მართალია ჩეთინმა და ესმა მარიციან რომ მათი დედა ვარ. მაგრამ სეჰერი? გოგონია არ მომიკითხავს? მას რას ეტყვი? რას ეტყვი შვილიშვილს, რომელიც დედამის ცხარეცრემლით დაიდირებს? არც ერთი ცოდვა არ რჩება დაფარული. ყველაფერი გამოაშკარავდება. შვილიშვილებს თვალს როგორ გაუსწორებ, როცა სიმართლეს გაიგებენ. კარგად გიცნობ დედა. სინდისი არ მოგასვენებს. კარგად მიცნობ არა? შენი მასიეს არ იცნობ, რომელსაც შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ტანჯავს. კარგად მომისმინე. ჩემი შვილიშვილების რეაქციის არ მეშინია. დაეგაიგონ სიმართლე. ვის დაუჯერებენ? ქალს, რომელმაც მათი მამა მოკლა? თუ მე, ვინც ისინი აღზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა. ნურცეჰერის იმედი გექნება. ახლა გონება აქვს მოწამლული. და როცა სიმართლეს გაიგებს, მოვა და ბოდიშს მომიხდის. ხელზე მაკოცებს და მეტყვის. მაპატია, შეცდომა დავუშვიო. არა. ჩემმა სეჰერმა იცის, რომ უდანაშაულო ვარ. რაც არ უნდა უთხრა არ დაგიჯერებს. ძალიან კარგად დამიჯერებს. ეს შენც იცი. ამიტომაც გაჩუმდი. და ესმას და ჩეთინს ვერაფერი უთხარი. რომ არ გეშინოდეს, მათ წინ დადგებოდი და ეტყოდი დედა თქვენი ვარო. რასაკვირველია გულუბრყვილო სეჰერი აირჩიე. შენი გავლენა მხოლოდ მასზე ვრცელდება. თუმცა ესმა და ჩეთინი მას არ გვანენ. ისინი სეჰერივით გულუბრყვილოები არ არიან. დედა და არ აღიარებენ იმ ქალს, ვინც მათ მამა მოაკლა. შენ მხოლოდ ჩემი შვილი კი არ მოკალი. ჩემი შვილიშვილების ცხოვრებაც ჯოჯოხეთად აქცია. ახლა რომ მოკლა,
შენთვის ერთ წვეთ ცრემლსაც კი არ დაყვრიან. მათი დედა უკვე მკვდარია. ვინც ერთხელ კვდება, ის აღარასოდეს კვდება ჩინარ. დედა ასიე, სად მიდიხარ? აქ ვერ დამტოვებ. ან მესროლე, ან გამიშვი. დედა ასიე. Hanımım, ქალბატონო, kadının ne yapıyor? იმ ქალს რა უღო? თვალი არ მოაშორო. Ne yapacağımı როცა გადავწყვეტ რა მოვუხერხო, დაგირეკა. როგორ სიტყვით? ზარი გადის. ტელეფონი. ჩემი ტელეფონი აქ არის. მერტო არ მპასუხობს. ისევ ბიძიას ხომ არ ელაპარაკება. მერტო დაიცავი დედა ჩემი. იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. ბიძიას რომ დავურეკო? ისევ ტელეფონზე ლაპარაკობ? დურუს ტირილის ხმა არ გესმის? ესეც დედა და მეც დედა ვარ. ზეინებ, კარ შემოვამტრევ. ზეინებ, კარი გააღე. ვიცი რომ აქ ხარ. დამშვიდდი, ჩუმად. ალო, ბატონო ომერ. ნეჯმი ახლა კართან არის. არ ვიცი. კი, ჩემ გვერდითაა. მაგრამ ძალიან ეშინია. იჩქარე გთხოვ. კარგი გელოდები. ზეინებ, კარ შემოვამტრევ. წამომყევი. ნახავ რაც მოგივა. შემოვა დაო, შიგნით შემოვა. რა უნდა ვქნათ? დამშვიდი ზეინებ. ზეინებ შემომხედე, ნუ გეშინია. ნუ გეშინია, კარგი? უფლებას არ მივცემ რამე დაგიშავოს. ზეინებ, შენ გარეშე არ წავალ. ვიცი რომ აქ ხარ. აქ დარჩი? მე გავალ და დაველაპარაკები. არა დაო, არა. გთხოვ არ გახვიდე. გთხოვ. ნუ გეშინია. ვერაფერს დაგიშავებს. შენ აქ დამელოდე. დამშვიდდი. ზეინებ, შენ გარეშე არ წავალ. ვიცი რომ აქ ხარ. ზეინებ, მოდი აქ. წადი აქედან. ზეინები აქ არ არის. იტყუები, ვიცი რომ აქ არის. გითხარი აქ არ არის მეთქი, წადი. მომისმინე. რა ხდება? მეც მცემ? გამატარე. გითხარი წადი მეთქი ჩემი სახლიდან. ზეინები არ არის აქ. ჩემ ცოლს გონება აურიეთ. ამისთვის პასუხს აგებთ. აქედან წადით. მოდი აქ. მივდივართ. გამიშვი. რომც მოუკვდა შენთან ერთად არ წამოვალ. გამიშვი. მე შენი ქმარი ვარ. რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. შორდებით.
ყველაფერი დამთავრდა. გამიშვი. მივდივარ ზეინებ. მოშორდი. ამ სახლიდან მოშორდი. ვერაფერს დაგიშავებს ზეინებ. ვერაფერს დაგიშავებს. სანამ რამე უბედურება მომხდარა, აქედან წადი. ესმა, გამიშვი. დამეხმარეთ. დამეხმარეთ. გაჩუმდი ხმა აღარა მოიღო. წამოდი. გაჩუმდი თორემ მოკლავ. თურგუთ, რა ხდება? სად მიდიხარ? დილამდე რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. კომპანიაში მივდივარ. სახლში როდის დაბრუნდები? არ ვიცი, მაგრამ როგორც კი დავასრულებ დაუბრუნდები. რადგან ჩინარი თავიდან მოვიშორეთ სახლში სიმშვიდე დაისადგურებს. თუ დედა ჩემმა ჩინართან დაკავშირებით რამე კითხა, უთხარი რომ არაფერი იცი. ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს. კარგი თურგუთ. არ ინერვიულო. თურგუთ. თუ გინდა ანკარაში რომ წახვალ, ცოტა ხნით დარჩი. გონებას დაასვენებ. დედა ასიეს მე მივხედა. კარგი, ნახოთ. კარგი დედა. მომკალი. ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. ოღონდ დაგაგვიანდა დედა. 20 წელი დაგაგვიანდა. გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ 20 წლის წინ მოვკვდი. იმ დღეს მოვკვდი, როცა მითხრეს, რომ ჩემი ქმრის მკვლელი ვარ. და შვილები წამართვეს. არ გავჩუმდები. არ დავნებდები. გესმის დედა? ჩემს შვილებზე უარს არასდროს ვიტყვი. იარაღის დამიზნება და სროლა მარტივია. მერე რას იზამ? რას გააკეთებ დედა? სინდისი არ შეგაწუხებს? ჩემს შვილებს თვალს როგორ გაუსწორებ? მართალია ჩეთინმა და ესმა მარიციან რომ მათი დედა ვარ, მაგრამ სეჰერი? გგონია არ მომიკითხავს? მას რას ეტყვი? შვიდად რატომ არ ხარ? გინდა ცოდვა ჩამადენინო? გთხოვთ. გამიშვით აქედან. მხოლოდ ის მინდა რომ ჩემი შვილების გვერდით ვიყო. ცუდი არაფერი ჩამიდენია. ღმერთია მოწმე. არავისთვის არაფერი დამიშავებია. გთხოვ, გამიშვი. არ მაინტერესებს რამე დააშავე თუ არა, მაგრამ თუ გაქცევას კიდევ ეცდები. რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. თვალს არ მოგაშორებ. გამიშვი. მოკლავ. გამიშვი. იცოდე მოკლავ. მოკლავ მეთქი. ესმის? ზეინებ. წადი აქედან. გავიდაანები ამ გოგოს. შენ ვერები. თავი ვინგონია. არ გასწავლის რომ ცოლ-ქმრის საქმეში არ უნდა ჩაერიო. ეს მხოლოდ მე და ზეინებს გვეხება. გითხარი წადი მეთქი. გგონია ეს კაცური საქციელია? ცოლ სასიკვდილოდ ვცემ, როცა შეგიძლია ადამიანურად დაელაპარაკო. ასეთი უგუნური როგორ ხარ? ცემა დაიმსახურა და ამიტომ წემ. ამაზე მაშინ უნდა იფიქრა, როცა ქმრის სახლიდან გარბოდა, გესმის? გაქცევის გარდა სხვა გზა დამიტოვე? მომისმინენ უმაბრაზებ, თორემ არ ჩენ დაგინდობ. კალებთან დიდი გული გაქვს, არა? შენაირ არაკაცებს მხოლოდ თავის წეს სუსტ ადამიანებზე შეუძლიათ თავდასხმა. მოდი თუ კაცი ხარ, მე გამიმკლავდი.
მოდი. მორჩა ძვირფასო. ყველაფერი დამთავრდა, ნუ გეშინია. საავადმყოფოში წავიდეთ. მე რა მოხდება? Merak etmeyin Esma. არ ინერვიულოთ ქალბატონო ესმა, პოლიციას უკვე ვაცნობე. წავიდეთ, ზეინებ. Gel canım. წავიდეთ, მოვამზადოთ. წავიდეთ. Geldim. მოვდივარ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება დედა ასიე. მაქმანის მოქსოვა გადავწყვიტე. ტელევიზორის ზედა ნაწილი ცარიელია. მაგალითი თქვენ რომ მოგეწონათ იმნა კარგიდან ავიღე. მოგწონთ? ნეტევ რა მოხდა? ისევ ცუდ ხასიათზეა. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda.